საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს. ჯაფარიძის განცხადებით, გასულ წლის ეკონომიკის გაჩერების გამო ხელისუფლებამ ბიუჯეტში არსებულ 1 მილიარდამდე ვარი დახარჯა. მისი თქმით, 350 მილიონი ცეცხლების მომსახურებისთვის დარეზერვებული და პლუს 600 მილიონი თავისუფალი ფული წინა მთავრობამ ახალ ხელისუფლებას 2012 წლის ოქტომბერში დაუტოვა. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ნაცვლად იმისა, რომ წელს 29 მილიარდიანი ეკონომიკისთვის მიგვეღწია, ამ მაჩვენებლის მიღწევა მომავალი წლისთვის გადაიდო. ყველანაირი წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლებაში იყო ქართული ოცნება, ჩვენ ნაცვლად დაპირებული 230 ლარიანი პენსიისა, ნაცვლად დაპირებული საწოლზე ფასების შემცირებისა, ნაცვლად დაპირებული კომუნალური გადასახდელებზე ფასების განახევრებისა და ასე შემდეგ, ნაცვლად ძალიან ბევრი დაპირებისა, რომელიც გაცა ქართული ოცნება, მივიღეთ ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ეკონომიკაში დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარი, ჩვენ დავკარგეთ ბიუჯეტში დაახლოებით 1 მილიარდამდე ვალი და მომავალ წელს მთავრობა იღებს 2 მილიარდამდე ახალ ვალს.